მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. თქვენთან ერთად არის მოხალისე ჟურნალისტი სოფიკო ერომაშვილი. თქვენთვის დიდი სიამოვნებაა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა, სადაც განვიხილავთ თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გელოდებათ საინტერესო ისტორიები, ტრადიციები და განსაკუთრებული მომენტები, რომლებიც თითოეული კუთხისთვის უნიკალურია. სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ერთობლივად სახლობენ და მათი საახალწლო ტრადიციებით საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს შეერწყა. თუმცა მესხურ საახალწლო სუფრას მაინც ყველასგან გამოარჩევდით კარტოფილის ხინკლით, ხავიწიანი კვერებითა და განსაკუთრებული ფორმისა და დატვირთვის პურებით. ახალი წლის დადგომასთან ერთად მესხურ ოჯახში ცხებოდა საბედო, სამეკლეო და ხარის ქედის კვერები, ბანისა და ქათამწიწილის პურები. ამზადებდნენ სამეურნეო იარაღების, გუთნისა და ცელის ფორმის კვერებსაც. ყოველ მათგანს განსხვავებული მნიშვნელობა და გამორჩეული მოყვანილობა ჰქონდა. დღეისთვის სუფრის აუცილებელი ატრიბუტი გოზინაყი და ერბოსგან დამზადებული მესხური ქადაც არის. საახალწლო დღეებში ასევე მზადდება გამომშრალი ხორცი აპოხტი, რომელიც ძველი ტრადიციის ნაწილია. ძველი მესხური საახალწლო რიტუალებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაბლას განწყობა იყო, რომელზეც ხელებგადაჯვარედინებული ბასილის ქანდაკებას დებდნენ და გარშემო 1000 გვარ ტკბილეულობასა და ტყვიასაც კი უდობდნენ, როგორც თავდაცვის სიმბოლოს. ახალი წლის დადგომისას ოჯახის რომელიმე წევრი ასეთი ტაბლით ხელში სახლის ბანზე ადიოდა და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა. ეს პროცესი ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი წლის მომტანი უნდა ყოფილიყო. ზოგ მესხურ ოჯახში სახლის შემოვლა ახალი წლის დილით რკინის ჯოხით ხელში სრულდებოდა, რაც შემდეგი წლისათვის ოჯახს სიმტკიცეს მოუტანდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამცხე-ჯავახეთში ყოველი ოჯახი ცდილობდა განათხოვარი ნივთის ახალწლოდ გარეთ არ დაეტოვებინა. ხალხის წარმოდგენით ნივთის გარეთ დატოვება ოჯახს უბედურებას უქადდა. ოჯახის უფროსი მამაკაცი იყო პირველი მეკლე. ტრადიციისამებრ ის გამთენიისას გარეთ გადიოდა, ხელპირს იბანდა, სახლში ოდაში წინადღით გამზადებულ შეშას შეიტანდა, სახლში პირველად მარჯვენა ფეხს შედგამდა და ხმამაღლა იტყოდა. შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისაო, შემოვიდა ბასილაო, ეს ოჯახი პურითა და ღვინით ავსილაო. ამ ტრადიციულ მიმართვის შემდეგ თავისი სიტყვებით ულოცავდა ოჯახს ახალ წელს, უსურვებდა ჯანმრთელობას, გამრავლებასა და სიუხვეს. ბუხრის პირას დაჯდებოდა და ცეცხლს დაანთებდა. ოჯახის წევრები მეკლეს ტკბილეულით აბერებდნენ, ასე ტკბილად დაგვიბერდიო. ოჯახს ყავდა მეორე და მთავარი მეკლე, ფერხავი. ეს იყო გარედან შემოსული პირი. მესხეთში არ ხდებოდა მისი წინასწარი შერჩევა. ხალხის რწმენით ფერხავის თვისებებზე იყო დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა მთელი წლის მანძილზე. ახალი წლის დილას გამთენიისას ჯავახეთში სრულდებოდა კიდევ ერთი საინტერესო რიტუალი. კერძოდ ქალს ოჯახში წყაროდან უმძახრად და უმზეოდ მოჰქონდა წყალი. წყაროზე რომ მოდიოდა, ქვის აუზნებში ქერასა და ხორბალს ჩაყრიდა იმის სიმბოლოდ, რომ იმ წელს მინდორი კარგად მორწყულიყო და მოსავალიც კარგი ყოფილიყო. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ.
მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც სამოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომდებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც იტყვით, შენი საქმე არ არის და მართალი ხარ, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ ვარა თქვა არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა რომ მე გოგოები არის, ქალები არიან ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და მიცნა დახვედრილი იყვნენ 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდება თუ სახში დაღლილი არ ახარო გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სად უშვებთ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სად უშვებთ არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭირ, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ-ერთ ქალს ვერ ნახავთ რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი, რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის, რომ ზამთარი გაიხალისონ და რას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არის გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულის ტკივილი. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.